გამარჯობა პროფესორმებით, მინდა გითხრათ, რომ დღეს სამბლოკიანი გვექცება სტუდიას პრესიდან, ძირითადში მაინც სენსაციურ აღიარებით ჩვენებებზე იქნება საუბარი, რაც გუშინ მოვისმინეთ, დღეს მოვისმინეთ, მე მგონი ეხლა გრძელდება ჩვენი ბატონი ვანო მერაბიშვილის ესე ვთქვათ განზრახულობათა შესახებ საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მურაკრაკესპისების სხვადასხვა პერსონებისაგან და მე ვფიქრობ საინტერესო იქნება სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის ადამიანების შეფასება. დღეს ძალიან ორიგინალური განცხადება გააკეთა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, იგი მესამე ბლოკის სტუმარი იქნება. ასევე ექსპერტული შეფასება ვფიქრობ საინტერესო იქნება მეორე ბლოკში ბატონი გიახუხაშვილი ისაუბრებს, მასაც არის საინტერესო ინფორმაციები იმ პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში მე გუშინ, როდესაც ბატონ ეროსის კითხე, გახსოვთ ალბათ მის ინტერვიუში იყო საუბარი, რომ 4 კაცი უწყვეტითო და როდესაც მეუთხე არა 5 კაცი და მე-5 მეთქი ბატონი ბადრი იყო მეთქი, ვილად გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი. მე ვფიქრობ ეს თემაც ამოსაწური არის ესეც გასაკვირველი, 4 კაცი მონაწილეობდა 5 თუ 6 და ეს არის პოლიტიკური შეფასება ყოველი ამისა პირველი ბლოკი. ძალიან ამ თემას მიეწუნება და იმას ვფიქრობ, რომ ბატონი ლევან ბერძენიშვილი თავის ხედავს ყოველი ამის შემოწმებით მოგიყვება. ბატონი ლევან სენსაციურის იყო, უცნაურის იყო და არბილად უცხო ძალიან ექსცენტრულად და რაღაც საშინლად დასრულდა ეს ყველაფერი. მე მგონი პირველად მოხდა საქართველოში, რომ პრინციპში სახელმწიფო კომისიის რანგში არის საპარლამენტო კომისია და ამ კომისიაში ესეთი საქციელი და ესეთი რეაქციები მე ვერ წარმოვედგინათ, თუ მოხდებოდა და თქვენი აზრი ყოველივე ამის გასაშლელად. Colțul din Madura, atunci ca să mă trăiesc, ce mi-a zis că gushin găsit, moțile, dar de asta interesul meu este să parlamentul să gândibă comisia, ditxansda seriozul atenționul de investiții, ce tipul de idee să se răsătit mai și discut, cafe cu Daniel seriozul atenționul, mat ხელისუფლება მიაწოდა ყველაფერი რაც შეიძლება რეგოსიტის განშვილის პირად ცხოვრებას, მის მოღვაწეობას, მის მიერ გამოგზავნილ მასალებს დაუწოდა მათი აზრით სად იყო ნაკლი და სხვადასხვა. ეს ხალხი ნაშრად განწყობილი იყო იმისთვის, რომ ასეთი ბოქსის ტერმინი რო იხმაროთ, ნოკაუტში თუ არა, ნოკდაუნში მაინც უნდა გაეცვალოს გუშინ ეროსიტეტი. მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ერთი რამ და საერთოდ ასეთი კომისიების საერთო ნაკლია. ასეთი კომისიები არასოდეს არ იკრიბებიან და თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ მოწმებენ, არ კრებენ და მერე საპირწონეს არ ადარებენ. საქმე გახლავთ, რომ ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეროსიტის მალიშვილი, ეს არის ფიგურა, და ამით ვისი თქვენია, ეს უპირველეს ყოვლისა ინტელექტუალური ფიგურა, ის არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან გამოცდილი და რაც თავად ძალიან ჭკვიანი და ძალიან მოხნილი გონების ადამიანი და მან უბრალოდ გაიაზრა სად მიდიოდა იმ ადამიანებს ჰქონდა თავისი გეგმები ალბათ გუშინდელი დღე უნდა გამხდარიყო ასე ვთქვათ რა იცი ახლა ძალიან სერიოზული გამარჯვების დღე გენერალი დავით აიასთვის მაისის როგორი გენერალისა შინაგან საქმეთა ხაზისკაცია მაგრამ საბრძოლო გამარჯვება უნდა გუშინ მოეპოვებინა. ეს დღე უნდა ყოფილიყო მისი აუსტერლიცი. და აღმოჩნდა რა მისი ატომი რომ ეროსიტის მალიშვილი გაიაზრა სად მიდიოდა როგორც შოუმენმა და შოუ სპეციალისტმა, ერთ-ერთმა კარგმა სპეციალისტმა ამგარგეს, მან დადგა სპექტაკლი იმ ხალხის მონაწილეობით, რომელიც აზრზე არ იყო რომ სპექტაკლში მონაწილეობდა, ეს სპექტაკლი გაწყვიტა ზუსტად იმ ნოტაზე, სადაც ის უნდა გაწყვიტილიყო. რასწორია მან გამოიწვია მოქმედებები. ეს მოქმედებები ცოტა ორს მივაქცევდი თქვენს ყურადღებას. ერთი იყო მოქმედება, როდესაც მან გააღიზიანა ასე ვთქვათ გენერალი დავითაია და დავითაია მოულოდნელად თქვა რომ აქ კითხავს მესვამ თუმცა კი კითხავს როსვამ გენერალი კაცი ის ერთში ყოფილი კაცი პასუხებს გაძლევს და ამიტომ შეუძლებელი იყო ლოგიკის გაჭირა მათი ატო გააკეთნა ხო მესვამ აქ კითხავს კი რატო ვინუშლის ასლას კითხავს და მიიღოს პასუხები გული დაწყდა ძალიან მერე თქვეს რომ
სამწუხაროდ ჩვენო ვართ საგანგებო კომისია და ჩვენო არ შეგვიძლიაო საკითხის პანაცოდოს ესე იგი ამ ხალხს რომ ისე უფლება რასიზმი წარმოიდგინეს ახლა საკითხის დროს. ეს ერთი მომენტი იყო ძალიან დამახასიათებელი, ეს რა თქმა უნდა ბატონეროსის გასული ექნებოდა იცის დავითაიასნაირი ხალხის ასე ვთქვათ არ უნდა დააჭირო მაღლობზე ხალხური ელიტოთა და დავითაია თავისთავად დიდი კაცონა კომისიის თავმჯდომარეა და ამ დროს მათ მოეცნენ ძალიან უდიერად. კი, მეორე შემთხვევა იყო ესაც ბატონმა გივი თარგამაძემ თავისი არსი როგორც იქნა ყველა საჩვენებო ჩვენ ყველაზე ნანახი გვაქვს და არა მარტო მასეთ შეკრებებზე გივი თარგამაძეს მიმართ გივი თარგამაძის მიერ ძალადობრივი აქციები არის იმდენად ჩვეულებრივი რომ ამ კაცებს გაუკეთებია ისეთ ადგილებს რაც უნდა წარმოუდგენელია. არც მინდა გავიხსენო რა და როგორ ხდებოდა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩამოყალიბებული მოქალაქე, რომელიც აქამდე დაითვლის სანამ ემოციებს აყვება. ამიტომ ამას ეს ხასიათები გათვალისწინებული იქნა და ეს შოუ დაიდგა შესანიშნავად და მე უბრალოდ მადლობელი ვარ ეროსი კიცმარიშვილის იმის გამო რომ ბევრი სიმართლე რაც მან თქვა ხატრული ფორმით. ანუ მან არა მარტო ის და რაც თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ უნდა ვიცოდეთ რომ ყველა ადამიანი ვინც მოდის ხელისუფლებიდან ვინც ლაპარაკობს უნდა იყოს მოსმენილი, ყველას უნდა მოусმინოს. იქიდან მოდის სიმართლე, შეიძლება ვინმე ყველა სულ სიმართლეს, ანუ შეიძლება ვიღაცას არ ახსოვს, შეიძლება ვიღაცას სრულს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ღმერთები არ ვართ და თვალებში ვერავის ვერ შევატყობ რამდენი პროცენტის სიმართლე მოდის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ეს არის ვიღაცის ინფორმაცია, ვის ეროსის მანიფესტოს კონდა ინფორმაცია. მე ახლა ვკითხულობ აგერ ადმინისტრაციის განცხადება, ეროსის კიცმარიშვილი რატო იყო ელჩიო და რა ვინ ეკითხებოდა მაგას რამეს. ეხლა მე მინდა ყველა შევახსენო, ვინ არის ეროსის კიცმარიშვილი ამ თავრობისთვის. ეროსის კიცმარიშვილი არის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი სერიოზული მონაწილე მხარე. დიახ, ეს იყო ტელევიზია, ეს იყო რუსთავი, დიახ, დიდი ხნის განმავლობაში ის იყო უბრალოდ მიკერძოებული ტელევიზია, მაგრამ ბოლო დღეებში რევოლუციის ეს გახდა პირდაპირ შემადგენელი ნაწილი რევოლუციის და ჩვენ მაგ დროს შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტური ეთიკის წესებიც დაირღვა, მაგრამ ჩვენ იმდენად გვინდოდა ეს რევოლუცია, რომ რევოლუციების დროს ირღვევა რაღაცეები, კანონები და სხვა და ესეც მოხდა. ასევე იმის თქმა, რომ ეს კაცი შემთხვევითი კაცია პოლიტიკაში და მას ინფორმაცია არ აქვს, ნაცე თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ ვინმეს აქვს სურვილი ინფორმაციის ათვისების და თუ ვინმეს აქვს უნარი ინფორმაციის მოპოვების საქართველოში მეორეს ვერ დამისახელებს ამ საქმეში ის გამოცდილ კაცს, როგორც არის ეროსის კავშირი. და მან აკრიფა ეს ინფორმაცია და ბევრი რამ თქვა. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ რაც მან თქვა იყო სიმართლე. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ეცოდინება ბევრი რამ, რაც მას არ უთქვამს და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი რამ რაც ითქვა, შეიცავს ალბათ სხვა მხარეებსაც, მაგრამ ჩვენ მაინც მადლობელი უნდა ვიყოთ მისი, რომ მისგან მივიღეთ ერთ-ერთი მხარეა, ვინც თქვა ინფორმაცია. მაგალითად, ჩემთვის სულად დამაჯერებელი იყო ის მომენტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა სადმე თქვა, რომ დედაქალაქს გადაიტანს სოხუმში. მე ვარ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია გაიხსენოს, როგორ თქვა მიხეილ სააკაშვილმა, როგორ გადაიტანდა დედაქალაქს ბათუმში. ასე რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ეს ვაყარ და ეს არის კაცი დედაქალაქის ფუნქციების გადანაწილება და უწყოს სხვა ქალაქებს და ბათუმში გადაიტანა მაგალითად სასამართლო კონსტიტუციური სასამართლო საქმეების ნახევარმა შეწყვეტა ასეულობა, უბრალოდ იმიტომ ბათუმში აღარ მიდიოდა. ასევე მას აქვს იდეები რაღაცები გადაეტანა ქუთაისში და სხვა, ამით უნდა ბუნებრივია ბათუმის, ქუთაისის და ყველას გულის მოგება, რაც ეხება სოხუმს, ეს გასაგებია, ესაა PR ნაბიჯი, რომელსაც მე ამ საკითხთან დაკავშირებით მე გავიგონე ძალიან საინტერესო კითხვა ბატონი დავითაიასთან, რომელსაც რა თქმა უნდა როგორც იტალკაც არიწინება დედაქალაქი და სოხუმში გადავიდეს. და ალბათ ამაში რაღაცა პოეტურს და კარგსაც ხედა. დავითაიამ კითხა, რომ თქვენ როგორ ამბობთ, ესო იურიდიულად გადატანაზეა ლაპარაკი თუ სამხედრო ოპერაციაზე. ანუ მან აღიარა, რომ მისმა პრეზიდენტმა შეიძლება სოხუმი აღიაროს საქართველოს დედაქალაქი და შიგნით შეცვლის უნარი არ ქონდეს. ანუ ჩვენ ქონდეს დედაქალაქი, სადღაც რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ.
გამთან მაერში კითხა. ამის მერე მე რა თქმა უნდა ის აზრები რომელიც